თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის რიგით მე-11 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. კონსერვატორიის პრიზი შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის ქეთევან ჭკადუას გადაეცა. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით, დიპლომებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ. შეგახსენებთ, რომ კონკურსი ბორჯომში 21-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა პიანისტები 6-დან 25 წლის ჩათვლით. წლევანდელ კონკურსში ქართველი შემსრულებლების გარდა მონაწილეობდნენ პიანისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ზოგადად ფესტივალს რაც შეეხება მახარებს ის ფაქტი, რომ ამირეჯიბის ფესტივალისა და კონკურსის მიმართ ინტერესი არათვკლებულობს, არამედ იზრდება ყოველი წლის წლების მანძილზე და ეს განპირობებულია ცხადია იმის შემსრულებლებით, ვინც ყოველწლიურად მონაწილეობენ და საგანგებოდ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი წლევანდელი კონკურსის ჟიურის შემადგენლობას. ეს გახლავთ ჩემთან ერთად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი პროფესორი ბატონი გიორგი ვაჩნაძე და გერმანელი პიანისტი პროფესორი შტეფან არნოლდი და აქვე დავამატებ იმას, რომ ჩვენი კონკურსის გამარჯვებულები ყოველთვის გამოირჩევიან მაღალი საშემსრულებლო დონით და ძალიან წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას და იმედი მაქვს, რომ წლევანდელი კონკურსიც ამით იქნება გამორჩეული. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის კონკურსი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი კულტურული ცხოვრებისთვის, ჩვენი მუსიკალური ცხოვრებისთვის. პირველ რიგში ბატონი გიზი იყო უდიდესი მუსიკოსი, უდიდესი პედაგოგი, მან უზარმაზარი კვალი დატოვა მთელი ჩვენი საფორტეპიანო ხელოვნების განვითარებაზე და ის რომ ეს კონკურსი მის სახელს ატარებს, ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია. რაც შეეხება იმას, რომ ეს არის კონკურსი, რომელიც სტარდება ბორჯომში, ესეც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის თბილისში კონცენტრირებული, როგორც ყველაფერი არის და ეს რეგიონების კულტურულ ცხოვრებას ამდიდრებს, ანვითარებს და მნიშვნელობას აძლევს. უსურვებ ყველა გამარჯვებულს დიდ წარმატებებს და არაგამარჯვებულებსაც, რომლებმაც დიდი შრომა ჩაატარეს და მიიღეს მონაწილეობა ამ კონკურსში